გამარჯობა. იმერეთში მივდივართ ვანში, უпростоრად ვანთან სოფელ შუაგორაში. კარგი იმერული საჭმელი გველოდება ლილუაშვილების მარანში და კარგი ჩაციებული იმერული ღვინო. ეხლა რა თქმა უნდა, სმარტ შემოვიარეთ თერჯოლაში, ყავას ავიღებ და წინაზე რომელიღაც ეპიზოდში გადაკეცილი ხაჭაპური რო გავსინჯეთ, ეხლა გავსინჯავ გადაკეცილ ლობიანს. ორი სიტყვა მინდა თან სანამ ყავას ჩამოვასხამ თქვა. ერთი ის რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვიწერა რომ რანაირი გადაცემა ხართო და რანაირი ჭამის არხიაო, სადაც საჭმელი არ ჩანსო ქეშალოს ეპიზოდზე. მაგას ვამბობ მეც, მაგას ვეუბნები ავლაშას, მაგრამ ესმის, არ ესმის. და დააკომენტარეთ კიდე თუ ვინმე უკმაყოფილო ხართ, რომ არ ჩანს საჭმელი. ჩემი ყავა ისმევა. ქეშალოს ეპიზოდზე კიდე ბევრმა დაწერა, რომ რა დაჯდა ეგ სუფრა, ფასებიც მიუთითეთ ხოლმეო და მოკლედ შევეცდები ამიერიდან, რომ რაღაცნაირად ფასები ისე მიახლოებით მაინც თქვა ხოლმე. 250 ლარის ფარგლებში დაჯდა ცხრის ხორცები, ნუ აი 4 კაცი. მოვიტან ახლა ლობიანს. ცხიმი არ წავასმევინე, ვისაც ცხიმი უყვარს და უნდა გადავკეცოთ. აუ, ცხელია ჯერ. ცხელია ჯერ. გადავკეცოთ. აია. ჩვენიერი გადაკეცილი ლობიანია. იგლისებათან ეგეთი ლობია მიყვარს ლობიანში, აი კაი ამოზელილი რო არ იშლება, ნახე ეგეთია. ეხლა მოვამზადებთ მედალაშა მადას და წავალთ სადაც გველოდება კარგი ჩაციებული ღვინო აქვს ცხეში. ქალაქიდან რო გადიხარ, უკვე სხვანაირად ისუნთქება. ახალგორაში ვართ, არა, შუაგორაში. სოფელ შუაგორაში, ლილუაშვილის მარანში, სადაც იმერულ კერძებს გავსინჯავთ და გემრიელ იმერულ ღვინოს დავაგემოვნებთ. წამოდი შევიდეთ ნელ-ნელა და ალბათ მარნით დავიწყებთ, მერე გადავალთ ჭამაზე. ძალიან მწვანე და ლამაზი სოფელია, შეგიძლიათ ესტუმროთ. თან, ხო, რა უნდა მეთქვა. ვანთან არის ახლოს, ნუ ვანი ძალიან ისტორიული მხარეა, კოლხეთის ისეთი კულტურული ცენტრი იყო, ძველი წელთაღრიცხვით რამდენიმე საუკუნის წინანდელი უამრავი არტეფაქტი და საგანძურია ვანის მუზეუმში და აქედან მარტივია ვანში შეულა და მუზეუმის დათვალიერებას. მე ნამყოფი ვარ, მუზეუმს არ გადავიღებთ, მაგრამ გადავიღებთ თერმულ წყლებს. სახელს ვერ ვიმახსოვრებ რომელს. შემოვედით ლილუაშვილის მამულში, ჩვენი მასპინძლები მათედან უცამ. დღეს იქნება იმერული ღვინის და საჭმლის ზეიმი. ეს მარანია ბატონო, აქეთ სახლი, სასტუმრო გესტჰაუსი და გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ლილუაშვილის მამულში იმყოფებით და მანაზე იყო ზეღან საუბარი, ხო, მაქედან დავიწყეთ და ეს აი როგორც დაახლოებით ვიცით, ხო, ჩვენი გვარი გამოსახლა თერჯოლიდან იქაური ფუძე გვაქვს. და დაახლოებით 200 წლის, ხო? ეგრე. 250. ხო. 250 წლის არის მარა. კი, იქ ფუნქციონირებდა და დაშალეს და აქ აწყვეს თავიდან, კი. ხო, საცხოვრებელ სახლად. გვერდზე იყო, მე ძმები გაიყო, როგორც ხდება ხოლმე და ეს გადაკეთდა მარნად. აი, შევაცეცხლით და ასე შემდეგ. შიგნით დავთვალიერეთ და თან ვინმეც გავსინჯოთ.
მოდი ის პატარა ექსკურსიასავით გავაკეთოთ. ეხლა ვიმყოფებით მანაში და აქაურობის მოწყობის და ადგილების მიჩენის იდეა ნუცას მოვიდა თავში და კარგად ახსნის, იმიტომ რომ ჩვენი საგვარეულო და ფუძე ძალიან მარტივად და ესე შეისწავლა და სხვათა შორის ისიც უნდა ვთქვა, რომ მე და ნუცა ერთად ვისვენებდით ხოლმე სოფელში, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია ჩემზე 10 წლით პატარა. მაგრამ მაინც. მოდი, ეს წინაპრების ფოტოებია? დიახ. ხო. რომლებიც შევეცადეთ ყველა წარმოგვეჩინა შეძლების დახმარად. და მე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ დიდი პატივისცემა დაიმსახურა ამ ხალხმა გამოჩვევად ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა წარმატებული ადამიანი იყო თავის პროფესიაში და ამასთან ერთად ყოველთვის ვენახს და ვას დიდ ყურადღებას აღიჭერდა. მომექინა ესე გულზე ეს. მაიმე, რა სიყვარული ტრიალე. თოლქმარ შორის, თოლქმარ რო ხართ თქვი, ნუ ხო. პირიქით. არა, თქვი თუ არა ვერ გავიხსენ. მოდი თან გავსინჯოთ თუ გინდა თან მითხარილი უაშვილის მამული. ხო, ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყეთ ღვინით და მე ღვინოს მეყვა გესტჰაუსის და ცოტა ესე ჯერ ახალ ბედები ვარ. შეხედა ამ პრობლემებს და მასში რა ტურისტულ ამბებში, მაგრამ ღვინოს ხო, ეს ღვინო მოდის ასე თქვა ძლიერად და პრიორიტეტი იყო ყოველთვის საქმიანობაში ჩვენს ოჯახში და ხო, მეტყვი რომ წინაპრებიც რო ახსენა ღვინოს აყენებდნენ. ბავშვობაში სუპირილით მივდიოდი ხო ვენახში და როგორ ტირილი? ბავშვტირილით ხო მივყავდი ჩემებს და ბაბუას და ასე შემდეგ რომ აი ვიმუშაობ ფიზიკურად, მაგრამ ნუ ეხა უკვე თავზევი ძალა არა თავს ვერ იკლავს. მე ვენახეს და მე ღვინოს თუ არ უყვარს არა, კი, შეუყვარდა ძალიან და დავიწყოთ. აბა რითი ვიწყებთ, რატო ვიწყებთ? ოცხანური საფერეთი. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ფერია ღია, ხო? ფერი ღია და ოცხანური საფერეთი ძირითადად მუქი ტონებით და ესეთი ძალიან მუქი შეფერილობით გამოირჩევა, მაგრამ გამიკვირდა. გვინდოდა გვეცადა და რაღაცნაირად გამოგვივიდა როზე მივიღეთ, ცოტა მუქი როზე, მაგრამ ძალიან საინტერესო და შეგვიძლია გავსინჯოთ. გავსინჯოთ. ეს არ არის ქვევრი? არა, ეს არ არის ქვევრი. ზაფხულში საერთოდ ვერ სვამ ქვევრის ღვინოს. კი. სიცხეს არ ხდება. არ ხდება, ხო. მოგაწოდო? მაშას ერთი სული აქვს, ყველაზე მეტად ამ მომენტში კი, ყოველთვის მეწოდებიან. ხოლმე უკან ვერ იყოლებიან. ხო. ღვინოს რაც შეეხება, კონკრეტულად ამ ღვინოს ოცხანურისთვის დამახასიათებელი კენკრის გემოები აქვს, ნამდვილად, მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ ატმის არომატით შეინიშნება. იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული დაყენების ტექნოლოგია გამოვიყენეთ და თითქოს გაამრავალფეროვნა ეს ყველაფერი. ხო. რაღაც ბევრი არომატი მაქვს. გავუმაჯოს ჩვენს დახვედრას გავუმაჯოს და დანარჩენი. თქვენს საქმიანობას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აცოცხლებთ სოფელს და რეგიონს. ჩამოდით. დასაწყისში ვთქვი კიდეც ვანი ძალიან ისტორიული მხარე და ქალაქია, ხო და ახლოს არის და შეიძლება რაღაცა ესე გემრიელი საღამოს შემდეგ მე ექსკურსიის მიმაც. რა მანძილია აქედან ვანი? 17-18 კილომეტრია დაახლოებით. გვაქვს არქეოლოგიური მუზეუმი იქვე ჭყვიში, გალაქტიონის მუზეუმი, მე გოგიდების აბანოების გვაქვს ჩემო ბატონო იქაც და მე ნუ დასვენება და გემრიელად მირთმევა. ჩვენზეა. ხო. დიდი სიამოვნებით ხდება ხოლმე ეს ყველაფერი. ძალიან კაია. ყველას ნუ. მეორეც უნდა გავსინჯოთ. აუცილებლად კი, მეორეც უნდა გავსინჯოთ ესეთ და ნაი ვანზე იყო საუბარი და ეს არის ჩვენი პატარა ლოგო თამადა. ეხლა რა მითხარით, იცი, აქ ხართ სულ? არა. სულ ვერ, მაგრამ რა ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს აქაურებსადე, მაგრამ ხო. შაბათ-კვირას აი ვენახს საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება და მათთვის უფრო დიდხანს უწევს ხოლმე ყველა შვებულებას იღენებს და რაღაცნაირად ახერხებს რომ იყოს აქ და
მეც მაქსიმალურად დარწმუნებული ვარ, დავახ. რომ გული მოგიწევთ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა აი სხვანაირი სიშვიდეა. სოფელს კიდე რაღაც სხვა ეს ახასიათებს. რეგიონებს კი დავდივართ, პეცი, ხო. მაგრამ უმეტესად მაინც ქალაქი, კურორტი, ისეთი დაბა და ხო, სხვანაირი დასვენება. სოფლის სიჩუმე. კი ბატონო. მენიუ და ისინიც რა ქვია, კერძებით როგორც ვიცი, საინტერესო დასახელებები გაქვთ შერჩეული, ხო, ჩამომისვლი? კიმატო არის ძირითადი კერძი, შავი ხარცო პატარა ხისოუსი. გაგაცნოთ კიმატო. კიმატოს ხო, ხო, კლიმენტი ლირულაშვილი იყო დიდი ბაბუა. ფიზიკურად. და მოფერად სახელი იყო კიმატო და მაგიტო დავარქვით ხო. და ბაჩო, მე გადავ. ვერიჩკა ორბელაძე იყო დიდი ბებია და იმ სახელი ვერიჩკა ქვია დესერტს. ძალიან საყვარლები ხართ, კაია. უყვარდა ძალიან ერთმანეთი და ხო, მეორე მსოფლიო ომიდან წერილებს აგზავნიდა კიმატო, როგორ ვენახს როგორ შეეწამა ის შესაძლებელი აპარატიც შენახული გვაქვს, ვერიჩკა რო ზურგით წამოვდა. კი და მე ჩემ პაპასაც ქონდა ეგეთი შაბიამას. 1 ჰექტარზე მეტი ტერიტორია თვითონ ულიდა და ბავშვები პატარა და ხო, იმდენი ხალი იყო. რომ ჩემთან დიდი სიყვარული აქვს რა ვერიჩკას მართლა რა. ეს რანაირი გოგოა? თქვენ არიცით ტრაქტორს როგორ ფლობს და როგორ შეუძლია ვისწავლე ყველაფერი. მაგრამ თქვენ არიცით თუმცა რა სკილები და შემდეგ და მეც ის სხვა უნერებიც მაქვს ძლოვისგან და ჯერა. მე ვიცნობდი პირველს. ახლა ცოლიკოურით გაგვიმარჯოს, ცოლიკოური დიაგნოზი. ესეც ჩვენი ვენახიდან არის 2 წლის წინადელი მოსავალია და უფრო მოკლედ რო გითხრას, მოგითხრათ კონშის არომატით. გამოირჩევა უფრო ძლიერ. ხო, კი. და მწვანე ვაშლიც რამდენიმე მითხრა, მაგრამ მე ვეღარ კომშია. თან მათე დამწყები მეღვინეობაში შეადგა ფეხი. ძალიან აქტიურად ცდილობს რა ცოდნაც უფრო ჩემი დამწყები ცოდნა რაღაცები გამოვიყენო და კარგია. ნელ-ნელა ყველაფერი. ძალიან. ეს კი ვატყობ რომ ზაფხულური ღვინოებია. კი, ორივე შესაბამისად, ორივე ხელი, ორივე რეგულარულად დაყენებული. ჩვენ კერძებსაც მოუხდება. აუცილებლად მხალეულობა და ასე შემდეგ. კარგი. არის კიდე ტანინიანი ღვინოებიც, მაგრამ სიცივეში სუპერ საჭმელთან. კაი, გადავედით მაშინ კერძების ნაწილზე და სად ხდებით ეზოში? ეზოში ჯობია. შეიძლება ცოტა ბაყაყებმა შევგაწუხას. მე ვგიჟდები ამ ხმებზე, მდინარის ხმა, ბაყაყის ხმა, საერთოდ YouTube-ში ვირთავ ხოლმე ძილის შეფოვნება თუ მინდა მაგ ხმებს ვუსმენ. კარგი მეთოდია, იცოდეთ. ასე რომ ხო, არაფერი არ მაწუხებს, გადასარო ხასიათზე ვართ. ეხა ჩემ ლაშას ღვინოს დავალევინებ, ისიც კარგ ხასიათზე იქნება, თორე ესეთი მდუმარე არ არის. საჭმელზე გავაგზავნე. წავედით შრომაში. მაისმის ხო ალბათ, მაგრად და აი ისეთი ხვატიდან ჩამოვედით თბილისში ვერ წარმოიდგენთ და მაგრად დაასხათ ძალიან კაია ეს ამინდი ნახე. ნუცა უნდა გავსინჯო პატარა. ნეშოს ჭადი ცხელ გავარვარებულ კეცზე ჩამცხვარი. ძალიან მაგარია წყლით მოზელილი პირდაპირ ჩამო. კაია, არაფერი არ უნდა ამას. მარტო ღვინო. დაშვებით. ეს არის თავარი კერძი დღეს. კი ბატონო. თავარი კერძის ნაწილი. ნაწილი. ხო, როგორ უნდა აწყონ, ცა მოგუყევი რა აქვს ამას. კვაწარახის соуსი გვაქვს, ანუ გადადურებული ტყემალი. ეს არის ნიგზიანი ბულიონი. ბულიონით არის, საცივივით. ხო. საცივი, მაგრამ არ დუღდება. არა, როგორ არის? ისე არა როგორც ხო, საცივი. დიდი პერიოდით არ დუღს. და შებრატული ქათამი გზაშია.
ეს ხალხებრაწული. ჩალაგდება. კი, ოღონდ და ესე მოესხმევა ეს ამბები რა. ბარკლის ფილე არის. ხო, და სოფლის კატვის ბარკლის ფილე, სოფლის კატავს სამკე ჯიშად აღიქვამენ, მაგრამ აქ გაზდილი ადგილები. ხო, ნუ ხო გემნიელია რა. აი, ალბათ დაიწყო შიგნე ერწყი გადაყლაპეს ახლა ჩვენმა მაყურებელებმა, იქით რა ხდება? აქეთ უბრალოდ ხორცის დამზადებას ვიწყებ, რომ ნაკოჩალზე კაი, შევა ბრატუნოს. არა, იმერული. ჩვენ გემოებზე ვიფიქროთ, არა იმერული, მაგრამ მაგრამ დღევანდელ რეალობაში ქათამზე მეტად მე მგონი ღორი უფრო იმერული გახდა, იმიტომ რომ იმერეთში რა მე არ მეგულება ადამიანი ღორის ხორცი რო არ უყარეს. ხო, ხო, ძალიან ტრადიციული ის არის. ხო, ეხა ერთი ანეკდოტი გამახსენდა, მკვდარს ჩვენთან რა უნდაო. თუ იცით დაწერეთ კომენტარებში, აღარ მოყვები, არ უნიჭოთ ყვები ანეკდოტას. ბარკლის ფილე. ბარკლის ფილე კი ბატონო. არ მოგაწყვეტ და არ გეტყვით რომ ჩემ ეზოში გაზდილია, მაგრამ ბებია ჩემის ეზოში გაზდილია. დედა ჩემის დედამ გვისაჩუქრა, თუ გამარაგებს ხოლმე ყოველთვის. აჰა. კაი ემათა. ეს ქემია. ყვაწარახი არის ამის გამოყოფილი ნაწილი. კაი, მე გადავიღებ და გადმოგაწვდით. ვერ მეკაპარ. ძალიან საინტერესო რამე ჩანს. აბა, აბა. დაგიჭე. ერიქი. ეს არ არის თან არ დაგავიწყდეთ კლასიკური ბაჟი. მე ნუცას გამომცხვარ. ხო. კეცზე ხამე. გამომცხვარ ჭაც მივაყოლებ. მე როგორი თვალებით ვუყურებ. რა მოვა. მოიტანე ცოტა ახლოს. ბაწარახი მომგონი კიდე დავასხარ. წვანილების соуსი აკლია ეხლა ამას. ცალკე კიდე პესტოსავით. აი როგორც დაახლოებით, ხო. გავსად როგორც რა. ესე პაწარახი ეს მასხატკმე და ძირითადად უფრო ვიზუალისტის გემოს. ხო, გემონაკებად გადი. კაი, არ ვიდარდოთ, დავიწყებ თქვენის ნებართვით. სწრაფად. დავაბრუნოთ. ჩადი აუცი. როგორ ხდება? მე არ მეგონა ამ ნებზიან соус ესე ძალიან თუ მოხდება და სიმჟავე. მარილი აქვს ბევრი, ხო? აია. დაახნოთ. რარი? ცოტა მარილი მომივიდა ბევრი. ინჯა. პადთან კაია. კაც უმალოა. ბებოს ხათამს ყოჩა. თუ ბებოს უყვება. ბებოს ყოჩა. დამეკვლავსებია ახლა სიამოვნო. მოდი ამასობაში მოუხდება სანამ მესამე ლუკმაზე გადავალ ღვინო აუცილებლად ამ მარილს. თქვენს მოსვლას გავუმაჯოს. ჩვენ დახვედრას. ჩვენ დახვედრას. თან გამახარით. ესეც ყველა მასპინძებს მოუხარებთ. ზონის მოსვლა. ჩვენ მართლა გასაკუთრებულად ვიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ერთობი ხოლმე ამით. აუ ხოდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ვისთანაც მიდივართ როგორც წესი აი სულ საინტერესო ადამიანები არიან და თვითონ ქმნიან იმ გარემოს რომ მარტო კერძი არაფერს მიუხედავად იმისა რომ აი მე ბებოს ქოლგა მიუხედავად იმისა რომ ჩვენი არხის შინაარსი ეგ არის ეს არის მოყვე ისტორია ქოლგა ნახე რა საყვარელი ვეღარ გავშალ კოპლებიანი ქოლგა ფრანგულის მასწავლებელი ბებოს ხო? და დოდოს მე 6 კლასში ან მე 7 კლასში ვიქნებოდი და ერთად მივიდიოდი ხოლმე წვიმაში. სკოლაში. ფანტასტიკური ძალიან გემრიელი. მომაჯოს. გამახსენეთ ამ კერძს ბებოს სახელი ქვია? დიდი ბაბუს. იმატო. კლიმენტი ლიმუაშვილის ფებლებითი სახელი. კნინობით ალერსობითი ფორმა. ვინმე ცოტა ხანში ესეც შემოგაშველებთ. ბებოს სახელი. ვერი ჭკას. მე ვილაპარაკობ მაგ. ვაკეძის იქვე ახსნათ და
ეს ბოლომდე უნდა ვჭამავ და მე გადავა. ცოტა ხანი გავჩუმდები მეც. სხვა წერდის გასინჯვაზე. ჭადი მაგრამ ამ შემთხვევაში ჭადი ანაცვლებს ღომს. რუსი მინის ფქვილი არის ეს? ჭადის ფქვილი. სამეგრელოს ამბავში? ხო, ერთი არაპოპულარული რაღაც უნდა ვქო, მე არ მიყვარს ღომი ესეთ. ნახნა. აი, მეც მჭადი მიჩვენია. ხო, ხო. ღომი და ყველი მგონია ცალკე კერძი და ღომი და ყველი მეყვარს. რაღაცასთან არა. შებატონი. ნასურეტები გადაივა, ძალიან კაია. ძალიან კაი ყველია. ეგეც მებოსია, სხვა დაჭერდა. მართლა, ძალიან მაგარია. გადავედი მწვადზე. აი, ხელით. ესე გემრიელად შეწვა ხო ცეცხლზე. ჭვადი კახური ამბავია, მაგრამ მივეცით თავისუფლება, რომ ხო, რატომაც არა. კარგია. ასეთ კაფეში ამ ნაწილს ხორცის ამ ნაწილს ეძახიან მუზეუმს. მუზეუმს. მომუცლის ნაწილია და მუზეი ახლა ჩვენთან უწვიმარს. უწვიმარ? ეგეც სხვაობა არის. უმტარი უფრო მეტი მზეა და უფრო მეტი წვიმა. შეიძლება. ძალიან კაია უწვიმარ მუზეუმი. ძალიან გემრიელად ჭამთ. იცი რა მაინტერესებს? სტუმრები ძირითადად ვინ არიან ხოლმე თქვენი? ძირითადად ქართველებიც, მაგრამ აი უფრო პოლონეთი, სლოვაკეთი. მოგზაური ხალხი რა, უფრო 2-3 დღით ცოტა დაიშვენდნენ და მე გააგზავნა. ბათუმი. აი საუდის არაბეთს რაღაც. მართლა? ამ ბოლო დროს კი. მე მგონია რომ მანდიდან მარტო ბათუმი და დიდ ქალაქებს ნახულობენ. არა, აი მაინც საირმე აინტერესებთ ხოლმე და გარშემო რაღაცები და პოლონეთი და უკრაინა უფრო ჭამს, მაგრამ ხო, უკრაინაც ძალიან აქტიურად. ჩემი აზრით, ვინმეს თუ მოუნდება ისე მოწყდეს გემრიელად, ქალაქის მაურს გადასარევია. აი ქუთაისიდან ყავს ხოლმე ბათუმიდან ძალიან ხშირად. ხო. იმიტომ რომ მაინც აქვს სხვანაირი კლიმატიც არის ხოლმე და შინაურული გარემო ხდება და იქ მოწონს. აი. მე კიდე გადი. სანამ მივუბრუნდები. ხავარკეთს. გულგვიძად შეეხება არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი. გემრიელია. კეთზე დაბრუნებული. გემრიელია, უბრალოდ გემრიელია და ამის მერე ისეთ ეფექტს ვეღარ ახდენს. არა, ბევრი მარილი მომწვია აშკარად. სოუსზე. მართლა აბალანსებს მე ყველაფერი. მე მარილი ხო იცი როგორ არ მეყვარს, მაგრამ და ჩვენი საღამოს დაბოლოება. დესერტი ვერიჩკა. ხო? ვერიჩკა ცუნცას შეკრულია და ხოვრო მაგაზეც ისაუბრებს. აი, მაშინ მათეს დიდი წების. ნუცა მომიყვება რა შედის დესერტში, რისგან არის ესე ლამაზად და კოხტად. ესე იგი მთავარი არის და მე გავსინდი. ბადაკში მოხარშული გოგრა, რომელიც სილამაზით ვერ გამოირჩევა ამ შემთხვევაში. არა, ვერიჩკა. ძალიან ლამაზია. და ნუ ძირითადად მაინც ომის პერიოდთან იყო დაკავშირებული რა ეს ანუ ბადაკში მოხარშული გოგრა რომელსაც აკონსერვებდა, იმიტომ რომ ძალიან ოყიერიაო და სასარგებლო ბავშვებისთვისა და მოკეთ აკეთებდა. და ჩვენ უკვე დავამატეთ ამას ხაჭოს და არაჟის მუსია, დარიჩინის და პორტოხოც ცედრათი შეზავებული და სიხრაშვენისთვის ორცხობილა და თხილი ადგილობრივი. აი, ისეთი ინგრედიენტები თქვი. და ნახოთ რა. აი, უნდა იყოს. იცი, და მე კაცის მიღმა ბევრი ჭამე და ვეღარ შემოგიერთდა. ნუ, კაია. ძალიან სახლურია. ხარას უნდა? ნუ, ახალი დღე უხდება. ხელი იმერულ გემოს ამძაფრებს. ადრე უფრო ცოტა მეტი შაქარი აქვს, ცოტა ნაკლები ჯობდა. მშრალ წინაწილის მოხალ თხილს ვიყენებით, მაგრამ სადეთ ეხა წევადელი ნედლი თხილი და ასე მოუხდა.
სხვა გემოზე რა. ცალკე ეს ბადაკში მოხარშული გოგო რა გემრიელი ყოფილი რა. ხა ფელამუშის და ყურძნის გემოს მატეში. მარინადივით რაღაც ხდება რა. ჩვენი საღამო ამ ნაწილით დასრულებულია. ხვალ გავაგრძელებთ კიდევ პატარა ის გვექნება დასასრული იმერეთში მოგზაურობის თამამიწდა სახელი მოიცადა. დიხაშხო, ხო? დიხაშხოს თერმულ წყლებისგან გავისერინებთ და უბრალოდ გადავიღებთ. მადლობა ლაშა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ მოსის. აგვიმაჯოს. დროები. კაპ. აგამო. გავიღვიძეთ შუაგორაში, როგორც სოფელს შეფერება ისე ტკბილად და გემრიელად გვეძინა და დაგხვდა დილით თავსხმა წვიმა. ამიტომ ვეღარსად წავალთ, ცოტა ლაკონური ეპიზოდი გამოგვია, მაგრამ არა უშავს კიდე ჩამოვალთ აქეთ, როგორც გითხარით, ვანის მუზეუმი ძალიან საინტერესოა. საოცარი მასალა და საოცარი ნივთები დაცული. ვანის ნაქალაქარია ასევე ვანში, რომელიც ვანის თვითონ როგორც კულტურული ცენტრი ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში იყო ყველაზე განვითარებული და კოლხეთის ცენტრი იყო. მოკლედ საინტერესო და ისტორიული რეგიონია და ჩამოდით ჩვენ სოფლური დილით გემშვიდობებით ახალგორიდან. ახალგორა, შუაგორა. ფაქტიში ჩვენ სოფლური დილით გემშვიდობებით შუაგორადან.